მოგესალმებით თქვენს მოყურებელს. წინას ძალიან კარგი აქცენტები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან აფორმებენ ხელშეკრულებებს და ეს იყიდება როგორც ჩინეთთან განვითარებული ურთიერთობები, წინწაწეული ურთიერთობები, ფაქტობრივად ეს არ აისახება არანაირ ინვესტიციაში. ჩინეთი არის ფაქტობრივად ათეულში იმ დიდ ინვესტიციებს შორის, რაც საქართველოს ჩამოდის, მაგრამ არა პირველ სამ ქვეყანაში, არის ბრიტანეთი არის ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში, მერე არის ამერიკა, მერე არის ნიდერლანდები, მაგრამ ჩინეთი არ ჩანს აქ არსად, აი ამ სამეულშიც. რადარზე ხო არ ჩანს, იმიტომ რომ არ შემოდის ინვესტიციები არ არის და ამაზე ჩვენ მოვისმენთ ასევე რუხაძის ინტერვიუშიც, როგორც უწუნებდა, რომ ჩინეთიდან არ შემოდის ინვესტიციები. ეს მთელი დიდი манипуляция იყო, ასე ვთქვათ. ეს манипуляция დაიწყო მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, манипуляция ასევე დღეს გაკეთებული განცხადებაც და ასევე ის ვიზიტები, რაც უყურებთ, პოლიტიკურად თუ შეხედავთ სიტუაციას, არც ჩინეთს არ ჭირდება ესეთ ქვეყანასთან პარტნიორობა, რეალური პარტნიორობა, როგორც ქართული ოცნების საქართველოს არის, იმიტომ რომ ქართული ოცნება ქმნის პრობლემას ამერიკისთვის, ევროპისთვის, ზოგადად ტრანზიტების ყველა მიმართულებით პრობლემას ქმნის. და თქვენ რა გონიათ, ახლა ჩინურ კომპანიას უნდა ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა, ჩადოს იქ რაიმე სახის ინვესტიცია, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ განხორციელდეს. ამიტომ არის, რომ ქართული ოცნება ცდილობს დაარწმუნოს ჩინეთი, რომ ის ინვესტიციები შემოიტანოს, შემოიღოს და ან შანტაჟის მექანიზმი. ამით ერთ ნაწილში აშანტაჟებს თვითონ ქართულ ოცნებამ ვინმე დააშანტაჟოს, ამაზე სასაცილო ამბავი მეტი რა შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება დააშანტაჟოს ამერიკა, იმიტომ რომ მათ ხო ძალიან კარგად იციან ჩინეთის დამოკიდებულება ქართულ ოცნებასთან. ის მაგალითად რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხო იცის ამერიკამ, როდესაც ამერიკა ელაპარაკება ქართულ ოცნებას, იქ ანაკლის სპორტზე არც არის საუბარი, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ ჩინეთი არ ჩადებს იქ ინვესტიციას. ამიტომ იქ ფოთის სპორტზე მიდის საუბარი და ასე შემდეგ. მოკლედ, ანუ რო შევაჯამოთ, ჩინეთი არის აქტორი, მნიშვნელოვანი აქტორი მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ქართული ოცნება იმდენად არასტაბილურია, იმდენად არასანდო პარტნიორი არის, არა მარტო ევროპა და ამერიკა, ჩინეთიც კი არ ენდობა მას, რომ აქ რაიმე სახის ინვესტიცია გააკეთოს. ამით გამოიხატება ის, რომ უსუსური არის ქართული ოცნება, ყველაფერი, რასაც ის აჩვენებს თავის ამომრჩეველს და არა მარტო თავის, აი რაც პროპაგანდის ხაზი არის მოცული, არის ტყუილი, გამოგონილი რეალობა, რაშიც ქართული ოცნება გვაცხოვრებს.